მოგესალმებით ღვთისმშობლებო, ვიდრე ვისაუბრებ იმაზე თუ რატომ ბედნიერების გასაღები ბედნიერ ღმერთთან დაახლოებაში და მისადმი მსახურებაში, მანამდე ჯერ შევეხები სად და რაში ეძებენ ადამიანები ბედნიერებას და რატომ ვერ აღწევენ მას სრულყოფილად და მიუხედავად ამისა, რატომ მაქვთ მათ შინაგანი სიცარიელე და მუდმივად დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. მოკლედ ეს ჩანს ჩვენს ქვეყანაშიც მცხოვრებ თუნდაც გარკვეული ცნობადი მილიარდელებზე დაკვირვებითაც, მათ ცხოვრებაზე დაკვირვებით, მაგრამ მოდით ჩვენ განვიხილოთ ბიბლიურ დროში მცხოვრები ერთი ადამიანის გამოცდილება, რომელმაც კვლევები აწარმოა აი ამ მიმართულებით. და მისი ეს კვლევები და არა უბრალოდ კვლევები, არამედ ღვთის სულით მოცემული გამოცდილება და რჩევები მოცემულია ბიბლიის ერთ პატარა 12 თავიან წმინდა წერილში, რომელსაც ეკლესიასტე ჰქვია. თვითონ ეს სიტყვა ეკლესიასტე შემკრებს ნიშნავს, ანუ ებრაული ზმნიდან კაჰალ, რაც ნიშნავს შეკრებას, თავმოყრას და აქვე მინდა გირჩიოთ ყველა ჩემს მსმენელს, თუ ბიბლიის კითხვა აქამდე ჯერ არ დაგიწყიათ, მოით აი ამ წიგნით დაიწყეთ, რომელსაც სულ რაღაცა 4 ფურცელია, მაგრამ ცხოვრების აზრი რაშია, ამაზე სრულყოფილად პასუხობს აი ეს 4 ფურცელი. და გამოკვლეულია მასში ზუსტად ის სფეროები, რაშიც ადამიანთა უმეტესობა ეძებს ბედნიერებას. კონკრეტულად ეს 4 სფერო რა არის? ძირითადი 4 სფერო. პირველი ეს არის დიდი მატერიალური სიმდიდრის დაგროვება, დიდი ქონების დაგროვება. მეორე ეს არის სახელის მოხვეჭა, რომ ქვეყანაში პირველობდე, პირველი პირს წარმოადგენდე. მესამე ეს არის ესწრაფოდე ყველაზე დიდი განათლების მიღებას. და მეოთხე გამორიცხავს აი ამ სამს. ეს პირველი სამი სულ არ აინტერესებთ ხოლმე. ეს არის როცა რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ, მეტი სიამოვნება მეიღონ ცხოვრებიდან, აი ეს განიცადონ ბოდიში და ჟარგონს გამოვიყენებ, მთელი ცხოვრება იგულაონ, ღრეობას მიყვნენ, ეგრეთ წოდებული ტუსოვკები, ქალები, ან კაცები გააჩნია რომელი სქესია, ნარკოტიკი, მოკლედ ეს მეოთხე სფერო, რომელსაც ეტანება განსაკუთრებით ახალგაზრდობა გამოუცდელობისა და ბოლოს არიან ხოლმე იმ შედეგებისაგან დამწუხრებული, რასაც საბოლოოდ მოიმკიან ხოლმე თავიანთი გამოუცდელობით. მაგრამ თავიდან მაინც და მაინც ეს უნდათ ხოლმე რომ მოსინჯო, ხო? პირველი სამის გამორიცხული აქვთ ხოლმე. აი ამ 4 მიმართულებით, რაც აქ ჩამოთვალე, ეძებენ ადამიანები მთელს ქვეყანაზე სხვადასხვა კატეგორია ადამიანებისა ეძებენ ბედნიერებას. და ვნახოთ ახლა საბოლოოდ რატომ აქვთ შინაგანი სისარიელე, რატომ არ არიან ბოლოს მაინც ბედნიერები. აი სწორედ ამიტომაც არის ეს წიგნი ეკლესიასტე საინტერესო, რადგან მისმა შემკრებმა, ვინც ცხოვრების აზრის ძიებაში ყველაფერი ამის თავმოყრა მოახერხა, დასკვნად შემოგთავაზა აი ამ წიგნის ბოლოში. და საბოლოოდ რამ მიანიჭა მას დიდი ბედნიერება და შინაგანი კმაყოფილების განცდა, ამაზე იქით ბოლოში შევეხები. ჯერ შევეხოთ იმას თუ რატომ აი ამ წიგნში მოცემული რჩევები და გამოცდილება სხვა ნებისმიერი ცნობადი ადამიანების რჩევებზე და გამოცდილებაზე უფრო საყურადღებო და სარწმუნო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ის ღვთის სულის კარნახით წერდა ამ წერილს. და ვინც ახლა ყველაზე კარგად ადამიანის შინაგანი ბუნება და შინაგანი მოთხოვნილებები თუ არა თავად შემოქმედმა იცის როგორ შევქმნა ჩვენ რა მოთხოვნილებებით და რაც თავარია რა მოგვანიჭებს ბედნიერებას. ამიტომ ამაზე კარგ რჩევებს ვერავინ ვერ მოგცემს, ხო? ეს არის ერთი მხარე და მეორე, რატომ გამოიყენა მაინც და მაინც სოლომონი აი ამ წიგნის დამწერად და არა სხვა რომელიმე წინასწარმეტყველი. იმიტომ რომ სოლომონი აი ამ 4 სფეროში კარგად იყო გათვითცნობიერებული, როგორც ზემოთაც ვთქვით, ის თავად იკვლევდა ცხოვრების აი ამ 4 სფეროს და აი შედეგებიც ახლა ვნახოთ. დავიწყოთ პირველით. ის იმ პერიოდისათვის ყველაზე უმდიდრეს პიროვნებად ითვლებოდა. არა მარტო ისრაელში, არამედ დედამიწის ზურგზე, აი მაშინ რომ იყო მილიარდელების სია, ესე რომ ავიღოთ, პირველი იყო იმ სიაში, მთელ მსოფლიოში. მარტო ოქროთი ცნობილია, რომ ყოველწლიურად 400-დან 700 ტონამდე ჰქონდა მას შემოსავალი. ყოველწლიურად. და რა რჩევა მისცა ახლა მან იმ ადამიანებს, ვინც გამდიდრებას ესწრაფიან და დიდი ფულის შოვნას. ეკლესიასტეს მეხუთე თავი. მე-10, მე-11, მე-12 მუხლები. ვერცხლის მოყვარული ვერცხლით ვერ გაძღება, ვერც სიმდიდრის მოყვარული გაძღება შემოსავალით. ესეც ამაოება. რაც მეტია ქონებად, მით მეტია მჭამელი. რა სარგებს ის მის მფლობელს გარდა იმისა, რომ თავისი თვალით უყუროს მას. მოდით ახლა დავაკვირდეთ მე-12 მუხლს, რომ სოფლიოში უმდიდრეს პიროვნებას ვისი შურს და რატომ. ტკბილია სახურის ძილი, მიუხედავად იმისა, ცოტას ჭამს ის თუ ბევრს. მდიდარს კი ძილს უფრთხობს ქონების სიუხვე.
ეს მათთვის ვინც დღე და ღამე სასწორებენ ფულის შოვნაში და მე კარგავენ ხოლმე ამ უმთავრეს ხო სიცოცხლეს ჯანმრთელობას და ასე შემდეგ. აი ამის გამო. ამაზე ბოლოსაც ნახავთ. ახლა გადავიდეთ შემდეგი მეორე სფერო. როცა ისწრაფიან მდგომარეობის მოპოვებისკენ, ხო, პირველობისკენ, ნებისმიერ სფეროში არა აქვს მნიშვნელობა. სოლომონი პირველი იყო ისრაელში, რადგან ის ისრაელის მეფე იყო. და ეკლესიასთვის პირველი მეორე თავებიდან ვიგებთ თუ რატომ არა დიდი ბედნიერება ქვეყნის პირველ კაცობაში. და ნახოთ აგერ მეორე თავი, ეკლესიასთვის 17-18 მეოცემუხს წავეკითხავ. შემძულდა სიცოცხლე, რადგან ის საქმე, რაც მზის ქვეშ ხდება, დამამწუხრებლად მივიჩნიე. ვინაიდან ამაოება ყოფილა ყველაფერი და ქარის დევნა. შემძულდა მთელი ჩემი ნაღვაწი, რისთვისაც ვირჯებოდი მზის ქვეშ და რომელიც ჩემ შემდეგ მომავალს უნდა დაუტოვო. ვინ იცის, ბრძენი იქნება ის თუ უგუნური. მის ხელში აღმოჩნდება მთელი ჩემი ნაღვაწი, რისთვისაც ვირჯებოდი და სიბრძნეს ვავლენდი მზის ქვეშ. ესეც ამავება. მოკლედ, რაზე წუხს აქვს ქვეყნის პირველი პირი, მეფე იერუსალიმისა. ჩემ შემდეგ იქნებაო სულაც უგუნური მოდისო. და მოფრთხილების მაგივრად აი ამ ნაშენებს სახელმწიფოს ჩამოშლისო, ან მტერს ჩაუგდებსო ხელშიო. ხო არ გვეცნობა ეს დღევანდელი ვითარება 30 წლიანი სახელმწიფო, რომელიც მსოფლიომ როგორც ქართული სახელმწიფო ისე გაგვიცნო აი ამ 30 წლის განმავლობაში. მანამდე ვიცით, რომ როგორც საქართველოს როგორც სახელმწიფო არ არსებობდა მსოფლიო რუკაზე. ისინი გვიცნობდნენ ჩვენი ხელოვანები თუ სპორტსმენები, ვინც ჩადიოდნენ, ამით ასახელებდნენ ხოლმე SSR-ს, რუსეთს და რუსეთის წარმომადგენლებად გვიცნობდნენ. მაგრამ აი ამ 30 წლის განმავლობაში როგორც ქართული სახელმწიფო ისე გაგვიცნეს, ხო? მაგრამ რა ხდება? ჩამოიშალა უცბად, ხო? რაღაც ერთ წელიწადში შეიძლება ჩამოიშალა მთელი ინსტიტუციები, სიმართლე, სამართლიანობა და ფაქტიურად სახელმწიფო აღარა გვაქვს და ახლა ქვეყანაც იკარგება, ხო? კვლავ ისევ მომავალში რუსეთად დარჩება ალბათ ქვეყანა თუ ასე გაგრძელდა. აი ამაზე წუხს სწორედ ისრაელის მეფე, ხო? ხვდებით, ხო? რამხელა ცვლილებები შეუძლიათ მოახდინონ ადამიანებმა. ბრძენი იქნება ის თუ უგუნური, რაზეც აქ წერს თვითონ სოლომონი, ვინ მოვაო ჩემ შემდეგ, ხო? ქვეყნის განვითარებაზე იზრუნებს თუ მის დაქცევაზეო. ნუ ამისკენ საბოლოო სწრაფის აი ამ ასეთი სწრაფვას ამაოებას უძახის ის და ქარის დევნას, ხო? ქარს როს დიოთ მთელი დღე. რამდენს მოაკუჩებთ საღამოსთვის? ვერაფერს, ხო? აი ასეა ამისი დევნა, გინდ ფულის დევნა, გინდ პირველი პირობის კენ სწრაფვა, აი ასეა ამას გულისხმობს აქ. და სინამდვილეში რატო სახელმწიფოზე აი ეს წუწუნი და წუხილი რატო ვერ გვიშველის, იმიტომ რომ სატანის ქრეყნიერებაა დღეს. გვინდა თუ არ გვინდა, სიბოროტე უსამართლობა ეს იქნება, სანამ ღვთის ქვეყნიერება დამყარდება. და მე ამაზე ჩემს გვერდზე თუ შემოგბრძანდებით 31-დან 35-ის ჩათვლით ვისაუბრე, მხოლოდ ვის შეუძლია 60-ად გადააქციოს დედამიწა, მხოლოდ ვისი მმართველობის ქვეშ მოხდება ეს. თუ არ მოგისმენიათ, შემოდით და აუცილებლად მოისმენთ ეს არგუმენტები წმინდა წერილიდან. ეხლა შევეხოთ მოდით მესამე სფეროს, ესაა განათლება, რაშიც ასევე ბევრი დიდ დროს კარგავს და ცდილობენ ხოლმე განათლების ყველა საფეხური გაიარონ, ხო, რაც შეიძლება დიდი ცოდნა დაიგროვონ. და ბოლოს რა არის ხოლმე მათი შედეგი? მე რაღაცა სამსახურს იშოვის, იქ მაინც ეყოლება ბატონი, უფროსი, შეიძლება უფროსები იცვალოს და მათი ხასიათი და მე ბოლოს მაინც გავა პენსიაზე და მე იმ პენსიით ჩვენ ქვეყანაში, ხო? აქ ამაზეა საუბარი, რომ ესეც ქარის დევნაა. თუ რატომ იყო ეხლა, რატომ არის სოლომონს, რატომ უნდა დაუჯეროთ ამ ხრივ? და რატო იყო ის ყველაზე დიდი განათლების მქონე, დიდად განათლებული პირი? ესეც ცნობილია ბიბლიიდან. მას უშუალოდ ღმერთის ცხებდა წმინდა სულით, სიბრძნეს აძლევდა განსაკუთრებულად და ის ცნობილია სწორედ აი ამით დღემდის ასეა, ხო, ცნობილი სოლომონ ბრძენი. დღეს მთელ მსოფლიო ასე იცნობს მას, მთელ პლანეტაზე. და იესოს მიერაც სწორედ ასე იყო ის მოხსენიებული, თავად იესომ როცა მოიხსენია, აგერ დაურთავ, მათეს სახარების მე-12 თავის 42 მუხლია. მართალია აქ იესო თავის თავზე საუბრობს, მაგრამ დავაკვირდეთ ვის მერე მოიხსენია იესომ თავისი თავი და რა კონტექსტში. მოდი წავიკითხავ. სამხრეთის დედოფალი ამ თაობასთან ერთად აღდგება სასამართლოზე და მსჯავრს დასდებს მას, რადგან ის დედამიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად.
მაგრამ აი აქ არის სოლომონზე დიდი და რა თქმა უნდა თავი იგულისხმა იესომ როცა ამას ამბობდა, მაგრამ მან აი ამ კონტექსტიდან გვაჩვენა რომ სოლომონზე განათლებული და ბრძენი არავინ ყოფილა პლანეტაზე. ახლა რას გვეუბნება ეს ყველაზე ბრძენი და განათლებული პიროვნება, დიდი ცოდნის მქონე პიროვნება. ნახოთ ეკლესიასტეს 12:12. უფრთხილდი შვილო ყველაფერს რაც ამაზე მეტია წიგნების წერას ბოლო არ ექნება და მათი გადაყოლა დამღლელია სხეულისათვის. მოკლედ ცნობილია რომ ბევრს ეტყობა აი ეს დაღლილობა, გადარბენა, განათლების გამო რამდენადაც მოწყდნენ ადამიანები და კიდევაც მოწყვეტავენ თავიანთ შვილებს, ბავშვობას რო ართმევენ ერთი მასწავლებელი, მეორე, მესამე, მეოთხე და ბავშვი ვეღარ სუნთქავს პატარა თამაში უნდა ბავშვს, ბავშვობიდან გამოგენ ამას ართმევენ, ბავშვობის წლებს უკარგავენ და ასე შემდეგ. ხო ეხა დიდებზე აღარ ვისაუბრებ, რამდენი რამე მოაკლოს თავის ოჯახებს ადამიანებმა და თავიანთ თავებს. და აქ ზუსტად ამაზე საუბრობს და დროის სიამდვილეში ფუჭი კარგვაო. როცა ცოდნას ასე დიდ დროს უთმობს ადამიანი ცოდნას. და სიამდვილეში განათლებაში ცუდი არაფერი არაა, თუ სწორად აირჩევს ადამიანი განათლებას და ერთი მიმართულებით და არა ასე ათასობით ის რომ მოსინჯოს სასწავლებელი. ამაზე მოწმობს თუნდაც ისიც რომ ყავს ქვეყანაში თუნდაც ტაქსის მძღოლები, რომლებსაც 3 და 4 დიპლომი კი აქვთ, მაგრამ დღე და ღამე ტაქსაობაში ასწორებენ დღეს თავიანთ ცხოვრებას. ხოლო უდიპლომოები პრეზიდენტები ხდებიან. ხო, აი როგორიც სინიკურია ცხოვრება. რა თქმა უნდა, ეხლა განათლების მიღებაში ცუდი არაფერია, მაგრამ თუ ეს ხდება ისე რომ კარგავს ადამიანი უმთავრეს, რამაც ნამდვილი ბედნიერება და შინაგანი კმაყოფილება უნდა მოანიჭოს, აქ აი ამაზეა აქ საუბარი, ამაზე საუბრობს აქ სოლომონი. მაშინ რა გვირჩია ასეთი ამ საკითხთან დაკავშირებით სოლომონმა ამას მოდით ბოლოს შევეხები, თუ სანაცვლოდ რას უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება. თუ რომელ განათლებას გაუწია რეკომენდაცია სოლომონმა და რა მოუტანს ადამიანს ნამდვილ ბედნიერებას. ახლა შევეხოთ მოკლედ მეოთხე სფეროსაც, რომელიც ეგრეთ წოდებული გულაობა და დროს ტარებაა. ნახოთ სოლომონის ტუსოვკები. მეორე თავის მერვე მუხლი რა იკითხება აქ. დავიგროვე ოქრო ვერცხლი და მეფეთა სამთავრო განძი დავიყენე მომღერალი კაცები და ქალები, მყავდა ცოლი, ცოლებიც კი, ადამიანთა მოდგმის ნეტარება. რაც შეეხება სოლომონის აღვირახსნილობას და ხორციელ ნეტარებას, რას ვიგებთ ამის შესახებ? აქ ეხლა თავად ესე დაიწყო ცოლი მყავდაო და მე ცოლებიც კიო, როგორც ჩანს ჯერ იმდენად არ იყო ჩაფრული, მაგრამ ნახოთ რას გვამცნობს მე მემატიანე, მე როგორ დაასრულა სოლომონმა აი ამ მიმართულებით. აგერ გამოვიყენებ პირველ წერილს მეფეთა პირველ წერილი, მე-11 თავის მესამე მუხლი. 700 ცოლი ჰყავდა დედოფლად და 300 ხარჭა. ანუ ჯამში 1000 კალთან ჰქონდა სქესობრივი ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ხა გამუდმებით ყველასთან ვერ ექნებოდა ურთიერთობა, მაგრამ ერთხელ მაინც ჰქონდა, ხო? ბოლოს რაც მოუტანეს აი ამ ქალებმა, იკითხება უკვე მეოთხე მუხლიდან, ხო? სიბერეში მისი გული სხვა ღმერთებისაკენ, ანუ კერპებისაკენ მიდრიკესო მისმა ცოლებმა. და აი ასეთი ცუდად დაამთავრა ქალების აყოლიებამ და აი ამ ბრძენმა ერთ დროს თავისი სიბრძნით და სიმდიდრით ცნობილმა პიროვნებამ. ყველაზე მდიდარმა სახელოვანმა პიროვნებამ. მაგრამ მოდით ჩვენ მისი შეჯამება მოვისმინოთ ცხოვრების აზრი, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ასეთი გამოცდილება ჰქონდა, მაინც რაში გაგვიზიარა, რაში იპოვა მან ბედნიერება, ეს არის მთავარი. როდესაც სახგუნებაზე იყო და წმინდა სულით როცა იღებდა რჩევებს, თორემ მე ღმერთმა შეწყვიტა მისი კურთხევა წმინდა სულით, როცა ასე ჩაიფრო გარყვნილებაში და გებთაყვანისმცემლობაში. დაუბრუნდეთ კვლავ ეკლესიასტეს ბოლო თავს, მე-12 თავის, ეს უკვე შემაჯამებელი მუხლებია ამ წერილის, 13-14 მუხლები. ყოველივეს მოსმენის შემდეგ დასკვნა ასეთია: ჭეშმარიტი ღვთისა გეშინოდეს და მისი მცნებები დაიცავი, რადგან ეს არის ადამიანის ვალდებულება. დაუბრუნდეთ, სოლომონმა იპოვა ის, რისთვისაც იყო ადამიანი შექმნილი, თუ რაშია ბედნიერება და სიცოცხლის აზრი, თუ რა შეუძლია მოგვანიჭოს შინაგანი კმაყოფილება. და ჩემი გამოცდილებითაც ამ აზრზე ვარ, ამას გირჩევთ თქვენც. ესაა გაიცნო შემოქმედი ღმერთი, კონდეს მისადმი მოკრძალებული შიში, რომ არ
აწყენინო მას მისი მცნებების დარღვევით, რათა არ გაიფუჭო მასთან პირადი ურთიერთობა. ნუ ვისაც გვაქვს ეს ურთიერთობა, გვესმის რაც არის, რაც ყოველდღიური ურთიერთობაა მამასთან. ვისაც არა გაქვთ ჯერ და მოსაპოვებელი გაქვთ, ჩემ გვერდზეც მიდევს მე ამაზე ვიდეორგოლები 50-დან 59-ის ჩათვლით, როგორ უნდა მოიპოვოთ და განავითაროთ ზეცერ მამასთან ეს ურთიერთობა. რადგან ესაა მთელი ჩვენი ვალდებულება. ამისათვის ვიყავით შექმნილები. და მე-14 მუხლიდან ვიგებთ, რომ ბოლოს ყველა მივიღებთ აუცილებლად მისგან ცუდს ან კარგს. რაშიც კუთხეები იგულისხმება, მარადიული სამყოფელი, მარადიული სიცოცხლე, იმის შესაბამისად, როგორც დღეს ვიცხოვრებთ. მისადმი აი ამ სახურებას, მისადმი მასთან ურთიერთობას, ზეცერ მამასთან ურთიერთობას მოაქვს სწორედ ეს ბედნიერება და დღესვე შინაგან კმაყოფილებას მოგანიჭებთ. ეს იკითხება აგერ ტიმოთეს პირველ წერისაც თუ ნახავთ, პირველივე თავის მე-11 მუხლში. აი დააკვირდით, აი ამ მონაკვეთში ორ რამეს ვიგებთ, რომ თავად შემოქმედი ღმერთი ბედნიერია, ასეა მოხსენიებული, რადგან ბედნიერია ღმერთი სრულყოფილად და შესაბამისად, ვინც მას ვემსახურებით, ვინც მის ნებას ვასრულებთ, მის განზრახვებს უზიარებთ, სხვებს მოყვას ვამცნობთ მის აი ამ სასიხარულო ცნობას, რომელიც არის სახარებებში მოცემული და ასეთი გამონათქვამიც გვაქვს, ხო? ჩვენ ადამიანებს მითხარიო, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ახარ შენ. ადამიანს, ვისაც ყოველდღიურად გვაქვს ღმერთთან ურთიერთობა, ეს ბედნიერება გადმომდებია ჩვენზე და ჩვენიდან სხვებზე, რა თქმა უნდა, ეს არეკლა ხდება აი ამ ბედნიერების, აი მას მოაქვს ზუსტად შინაგანი კმაყოფილება, შინაგანი ბედნიერება. ეს დასკვნა გააკეთა სოლომონმაც და ამას იტყვის ნებისმიერი ის ადამიანი, ვისაც ახლო პირადი ურთიერთობა აქვს დღეს ზეცერ მამასთან და ემსახურება მას, ანუ მის ნებას აცხადებს და სხვებს უზიარებს.